რუსი ოლიგარქი ცხინვალში უკანონო გარიგებას აფორმებს. ანატოლი ჩუბაისი ჯავის რაიონში საკურორტო ზონის მფლობელი გახდება, სანაცვლოდ კი ის ლიახვის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებას იღებს. რუსი ოლიგარქის და ედვარდ კოკოიტის ამ გარიგებას თბილისში ანექსიის გაგრძელებად მიიჩნევენ. თუკი ჩუბაისი ჰესის მშენებლობას დაიწყებს, ქართული მხარე ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანოს მიმართავს. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ამით მორიგ პროვოკაციას ამზადებდეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ოფიციალური მოსკოვი რუსი ოლიგარქების დახმარებით აგრძელებს. კრემლის გეგმების განხორციელებაში ახლა უკვე ცნობილი რუსი ბიზნესმენი ანატოლი ჩუბაისიც ჩაერთო. კულუარული ინფორმაციით რუსეთის ნანოტექნოლოგიების კორპორაციის გენერალური დირექტორი ოკუპანტური რეჟიმის პირველ პირს შეხვდა. რუსი ოლიგარქი კოკოიც ლიახვის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსებაზე დათანხმდა. სანაცვლოდ კი ჯავის რაიონის სოფელ ოთრაფისის საკურორტო ზონის გადაცემა მოითხოვა. ეს არის საკურორტო ზონა. თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს ძალიან კარგად იყო განვითარებული ინფრასტრუქტურა და აი ამ ჰიდროელექტროსადგურის სანაცვლოდ აი ეს მოითხოვა, რაზეც როგორც ჩვენ ვიცით, კოკოინთმა თანხმობა განუცხადა. ამ ინფორმაციას ქართველ ექსპერტთა კლუბი ავრცელებს. კლუბის წევრების განცხადებით ოლიგარქების ხელით ახლა უკვე კრემლი ნაქურდალი მიწების დაკანონებაზე გადადის. ჩუბაისი ამ შემთხვევაში მოქმედებს ნახდათ ისევე როგორც ოლიგარქი. ესე იგი ასრულებს ხელისუფლების შეკვეთას. ქრონიკამ ინფორმაციის დასადასტურებლად რუსეთის ნანოტექნოლოგიების კორპორაციას მიმართა. ოფიციალურ წერილში, რომელიც კომპანიის მმართველის პირადმა თანაშემწემ მოგწერა, ჩუბაისის გეგმები არ დასტურდება. კორპორაცია ტრანსპარენტულია და ჩვენი სახელით ფარულად კომპანიის ვერც ერთი ხელმძღვანელი ვერ ისარგებლებს, ნათქვამია წერილში. სამაგიეროდ კოკოიცა და რუს ოლიგარქს შორის ბიზნეს შეთანხმების არსებობას არ გამორიცხავენ რუსი პოლიტიკოსები. დუმის წევრი ანდრეი კლიმოვი პირდაპირ ამბობს, რომ კრემლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი საქმიანობის უფლება აქვს. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ორ რესპუბლიკას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასეთი შეთანხმება არ გამორიცხავს მსგავსი პროექტების განხორციელებას და ჰესების მშენებლობას. ჩუბაისის გეგმებს რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის გაგრძელებად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები. სოსო ცინცაძის ვარაუდით რუსი ოლიგარქი ჯავის რაიონის მიწაწყლის შესყიდვისთვის საკუთარი კომპანიის კაპიტალს არ დახარჯავს. პოლიტოლოგის აზრით ოკუპირებული ტერიტორიების ფულს სწორედ კრემლი არ დაიშურვებს. დაიწყო სამხედრო ბაზებით, ეხლა უკვე ჰიდროელექტროსადგურზეა საუბარი, კონკრეტული ნაბიჯები იგივე ოლიგარქების მხრიდან, იგივე თქვათ ნახევრად სახელმწიფო, ნახევრად დამოუკიდებელი გიგანტი კომპანიების მხრიდან განხორციელებული ესეთი აქციები, სხვა არაფერი არ არის თუ არა ანექსია, მაგრამ უკვე არა მცოცავი ანექსია, არამედ აი ესეთი 7 მილიონი ნაბიჯებით რო დადის, როგორც ამობენ. კრემლის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ანექსიის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია. რეალურად ეს არის საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მიწები, რომელიც მათ ოკუპაციით მიიწვია, დღეს უკვე ანექსტორებისთვის საკუთრებაში გადაიფორმოს. თუ ლიახვის ხეობაში რუსი ოლიგარქი ჰესის მშენებლობას დაიწყებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს. ობიექტს უკანონოდ გამოაცხადებს და ქართული მხარის თანხმობის გარეშე საკუთარ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას გაასაჩინებს. ცალსახად ეს არის 100%-ად უკანონო მშენებლობა. არანაირად დადასტურებული არც საბუთებით, არც პრიორიტეტებიდან გამომდინარე, არ სტრატეგიას არ შეესაბამება და ჩვეულებრივად აღიქმება, ცალსახად გვაძლევს ჩვენი კანონი ამის საშუალებას, რომ გავიხსენოთ ეს როგორც უკანონო ობიექტი და უკანონო საქმიანობა წარმოებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სანამ პროექტის ოფიციალურ ხელშეკრულებას არ ნახავს, პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. არ გამორიცხავს, რომ ინფორმაციის გავრცელება რუსეთს მორიგი პროვოკაციისთვის დასჭირდა.